ჩვენ ვეძებთ რა ეს კვალი და სადღაც ვატიკანისკენ მიდის რა. ყოფილა? ჩამოსულები იყვნენ კაცხის სვეტზე ასასვლელად. ალიოშ ჯაფარიძე იყო სპეციალურად ამისათვის ჩამოსული. აი აქ რა ხელა ნაპრალია. რას სრიალებს? გვიმრებში არის ტოტებია, ტოტზე ფეხს რო ადგამ ეგრევე სრიალებს. ამიტომ აქ ძალიან ფრთხილად იყავით. ეგრევე სრიალებთან იქამდე ჩავიდეთ და მე მარტივად. ძალიან ფრთხილად შეგიძლიათ დააპაუზოთ კიდევაც და ისე გადავიდეთ. ხო, ეგრევე სრიალებს ტოტს თუ ადგამ, აი ხა მათე შერაცხენი რაღაც მომენტში შეიძლება გაგისრიალდეს. ხო, ანუ აი ეგ არის სამი პირობა რომ ყინულოვანი ზამთარი უნდა იყოს ცივი, მე მღვიმე უნდა იყოს დაღმავალი, ანუ არის მღვიმეები ზემოთ რო შედიხარ, ზემოთ მიდიხარ. აუცილებლად დაღმავალი უნდა იყოს. ტომარასავით ესეთი ქვაბული უნდა იყოს, სადაც მე ამ მღვიმეს შეინარჩუნებს რა. და ეს ყინული რა შიგნით არის, ოდესმე ლღვება? თითქმის არასდროს არ უღვება რა. კი რაღაც ამიკითხავს, თითქოს სექტემბრისკენ იწყებს დნობას, მაგრამ სექტემბრისკენ იწყებს ეს დნობას, აი ეს თოვლი რაც აქა და შიგნით სუყინულია. სუყინული ეხლა რო შევალთ არის ყინულის ტალღა რო უყურებ, აი როგორც ეხა ამ კლდეს უყურებ და გაშიშვლებული პროფილია და სხვადასხვა პერიოდის იმას ხედავ ხო, ბაზალტის რაღაცა გეოლოგიურ დანალექებს. იქ ყინულში უყურებ, აი ყინულის ტალღა რო გაჩერდეს უცბად, აი ეგეთი გაშეშებული ყინულის ტალღა და აქვს რაღაცნაირი ესეთი ორნამენტი. ასაკი ვიცით ამ ყინულის? ასაკი არავის არ გაუზომია, თუმცა მღვიმე ესეც დაახლოებით ეგრე არის რა, 80,000, 100,000, როცა გაიხსნა და მღვიმემ დაიწყო დაიბადა მოკლედ რა დედამიწაზე რომ რაღაცა ესე გამოსასვლელი აქვს. და სტალაგმიტს ნახავთ ეხლა თუ ჩავედით იქამდე 2 მეტრის სიმაღლის სტალაგმიტი აქვს. წარმოიდგინე რამდენი ხანი უნდა და იმას წარწარო და მაგ ხელა გამختارიყო. დაბალზე უნდა იყოს, არადაც მაქსიმალზე არ უნდა იყოს. რას შეძლებთ? წინა წლებში კედლებზე დარტყმულ სადგურების იმებში. აი იქ არის ერთი უოჭორი, აი იქ ხედავ ქვემოთ, მაგრამ იქამდე ჩასვლა მინდა. აქ რო ჩავსრიალდე, აი ფილმებში რო არის რაღაცა მღვიმეში რო ჩავარდებიან და საგანძურზე რო ამოყოფენ ხოლმე თავს. ჰარი პოტერში არის მე მგონი, ხო, ეგეთი სცენა. ერთო ჩემ. აქ თუ არის ადამიანის კვალი? არა, ხო? ძალიან. აი, ერთადერთი იმას ამბობდით, რომ აქედან ყინული მიქონდათ, მიცვალებული რომ შეენახოთ, ხო? კარგი, რომ დაზღვეული იყო, მე ეს გადაიტანე თოვლზე და მე ჩახსენე. ანუ
აუცილებლად იყო დაზღვეული რამე. კი, დავირეკე. დილა. Very extreme. საოცარი გდება, საოცარი. ბერძნული მითები საინტერესო ამბებს გვიყვებიან პრომეთესა და კავკასიონის შესახებ. თავისი ხეტიალისას კოლხეთში პრომეთესთან მოდის იო, ზევსის ერთ-ერთი საყვარელი, რომელიც ისევ ზევსმა თეთრ ძროხად გადააქცია, რათა ეჭვიანი ჰერასგან ეხსნა. თუმცა ჰერა რაღაცას მაინც მიხვდა და ზევსს თხოვა თეთრი ძროხა მისთვის ეჩუქებინა. ჰერამ იო გამოამწყვდია და 100 თვალა არგუსი მიუჩინა. ზევსმა დახმარება ჰერმეს თხოვა. ჰერმესმა არგუსი დაამარცხა და იო გაათავისუფლა. გამწარებულმა ჰერამ ძროხად ქცეულ იოს კრაზანები დაახვია. ამის შემდეგ დაიწყო იოს ხეტიალი, რა დროსაც ის კოლხეთში, კავკასიის მთებზე მიჯაჭვულ პრომეთესაც მიადგა. პრომეთემას ურჩია ეგვიპტეში წასულიყო, სადაც ისევ მშვენიერ ქალად იქცეოდა, ხოლო მისი შთამომავალი ჰერაკლე გაათავისუფლებდა მას. იო ასეც მოიქცა. ეგვიპტეში დაბრუნებულმა კვლავ მშვენიერი ქალის სახე მიიღო, სადაც ეყოლა შვილი ეპაფე, ეგვიპტის პირველი მეფე. მან საფუძველი დაუდო გმირების თაობას, რომელთა შორის ჰერაკლეც იყო. ჰერაკლეს ერთ-ერთი გმირობა პრომეთეს გამოხსნა უნდა ყოფილიყო. ამ მიზნით ის კოლხეთისკენ მიმოვალ არგოზეც მოხვდა. თუმცა მას შემდეგ, რაც არგოს წევრებმა ჰერაკლეს мотиваცია შეიტყვეს, ის გემიდან ჩამოსვეს. მიდის ეგვიპტეში და ნახულობს იოს. იო ეუბნება, წახვალ კოლხეთში, ახვალ უთაიაში, იქიდან დაინახავ დიდ თასს, ტუდეს, აუყვები რიონს აღმა, დავთვალეთ და დაახლოებით გამოდის ქუთაისიდან აქამდე მანძილი 40. რიონი ნახსენებია ეს ტოპონიმი. დრონები, ფაზისი. ფაზისი. იცი როგორ არის ეგვიპტელები ძირითადად რიონს ახსენებენ და ბერძნები ფაზისს. ეგვიპტის ფარაონის ტიტულატურა იწყება რაონი, რასზე და პირდაპირ იმაშია რიონთან რა. რიონი, რაონი. მოკლედ იქ ნახავ გამოქვაბულსო, შეხვალო შიგნითო, იქნება ბატაკდებაო, იმ ტბასო გადაცურა. ხო, ჯერ იქ მდინარე გადმოხუქხსო. მდინარეს გადააგდებ სხვა მიმართულებითო, აქ არის ეგეთი მღვიმე ვერძისთავა. წყალი ხან გამოდის ამ იმაში, მღვიმეში ხან სხვა მიმართულებ იცვლის მიმართულებას და სხვაგან იღვრება. აქეთ ცხენის ხმისკენ. და ამას იპოვიო და იმ ტბას გადაცურაო, გადახვალო იქო დაგვდება კედელი ნაშენი. მოკლედ სიმაგრე დაგვდება, იმ სიმაგრე უცხოგი შექმნება მოკლავ და. იმას იზავ გადახვალ იმ კედელს მიღმა და იქ არის პრომეთე და ძალიან ახლო მსგავსებას პოულობს ეს ყველაფერი ხვალმთან და ხვალმზე არსებულ ვერძისთავასთან. თვითონ სახელიც ეს ვერძისთავაც ძალიან ისეთია რა. სნურია ისეთი დამთხევები ხარ. ხო რა, რატო ვერძისთავა, ხო რაღაც სიმბოლო. ეს ვერძის არგონავტებთან და აკროსაცმისთან ხო და კავშირში არის. ამის კითხვა გითხარით, ეს წყალი გადადის, გადმოდის სხვადასხვა მხარეს და მიმართულებებს იცვლის და მერე 60-იან წლებში ამ ვერძისთავაში შედის ეგეთი სპელეოლოგი იყო, შემდეგ ის იყო რა ქვია გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი ტინტილოზოვი. შედის ამ ვერძისთავაში, შედის სიღრმეში ნახულობს სიფონს, ტბას, გადადის და ჩანაწერებში მე ვეღარ მივაკვირდი. პრომეთეს ვეღარ. ხო არა, წერს რომ რა თუნდოდათ ადამიანებს ამ ხელა სიღრმეში რაღაც ხელოვნური კედლის აშენება.
ვერაფრით ვერ მივხვდი, შემდეგი ექსპედიციის თემა იქნება ამის გარკვევა. ვეღარ შედგა ეს ექსპედიციები, რომ ეს კვლევა გაეგზელებინა. ანუ ძალიან ესე დიდი დამთხვევაა რა. ძალიან დამთხოვებია. მერე თლად ზღაპრებს ვეცით ვერ მივუწევთ. პრომეთე კი ვაპირებთ, აი სპელეოლოგები არიან ჩვენი მეგობრები და გვეხმარებიან ძალიან, აი ვალერი ბატონი და ვაპირებთ კი იქნება თანამედროვეობის ჰერაკლე, რომელიც პრომეთეს აი ეგეთი რო შეხედავ ეგრევე ჰერაკლე წარმოგიდგება. რამ ხელა ყინულია და ეს ყინულები არის კაცმარიც რამდენი ხანი, ხო? ესე უნდა გადმოიწიო. კარაბინი ჩააგდი და კარაბინში გამოატარე ეს თოქი, რომ აქედან ამოვიდე. რასრიალებს. ხმოვთაჩა. ალპინიზმი, სპელეოლოგია. ვაახ, ბიჭო, მაგარი. შეგრძნება. ჩვენ ვიყავით შარშან ამ დროს, ეხლა არ ნახე წყალია. შარშან ამ დროს აქ იყო ხასხასა თეთრი ყინული, ძალიან მყარი. ეხლა არის ყინვარის არქეოლოგია ერთ-ერთი მიმართულება. დნობა რომ დაიწყო თოვლმა, იპოვეს სხვადასხვა შუბის პირები, ისრის პირები, ადამიანიც კი იპოვეს, რომელიც რამოდენიმე 3000 წელს წინ გაიყინა, ეგ ალპებში გადადიოდა და მათ ნახეს. იმიტომ ძალიან სწრაფად დნება ყინვარი, ძალიან ნავჭალაადის ყინვარი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად დნება ყინვარია საქართველოში, გერგეთის ყინვარი, ყინვარის ეს მასა ნელა ზემოთ გადის. იმაზეც მინდა რომ გითხოთ, აი რა იდეებიც ფილმში არის გაჟღერებული, რომ მაგალითად ნაპოვნია სხვადასხვა პეტროგლიფები მღვიმეში, რომელსაც უკავშირებთ სხვადასხვა თანავარსკვლავედებს და რაღაცა პერიოდები როგორც არის გამოთვლილი. ვარაუდობთ, რომ აქ რაღაცა ძველი ცივილიზაციის მორჩენილი ადამიანები, რომლებიც წარღვნას გადაურჩნენ, შესაძლოა აქ დასახლებულიყვნენ და რაღაცა ნიშნებას აუის დაეტოვებინათ. იცით რა, არის ეგეთი პიტმაინდა რაიონი, პალეოგეოლოგები არიან. სხვათა შორის ნობელის ნომინანტები არიან, ნობელის პრემიის ნომინანტები. მაგათ აქვთ მოსაზრება, რომ ეგეთი შავი ზღვა იყო ნარი წყლის საცავი, არა ამხელა. პატარა ის იყო ტბა. და მერე ამ ბუნებრივი ამას უკავშირებენ აი რაღაცა ძალიან დიდ კატაკლიზმებს პლანეტარულს და თერას აფეთქებას უკავშირებენ. რის აფეთქებას? თერას. კუნძული თერას მოხდა კუნძულზე უზარმაზარი ამოფრქვევა რაღაც. და ამან გამოიწვია მერე ხმელთაშუა ზღვაში ჩადინება დაახლოებით აი როგორი ის აქვს იცი 100 წლის მანძილზე საუკუნის მანძილზე იღვრებოდა დაახლოებით ნიაგარის და კიდე რომელიღაცა დიდი მდინარის რაოდენობის წყალი გიბრალტარით. ხმელთაშუა ზღვა გაიზარდა და დააწვა ბოსფორს და გახეთქა. და შემოვიდა და გარშემო მცხოვრები ადამიანების გადინება იმ დატბორის არეალებიდან. და კავკასია და მათ შორის ჩვენი ვარაუდით ახერავთო ის არის.
ატლანტის ოკეანეს მაგით დაუკავშირდა მაგ დროს ესე იგი. ხო, აი ჩვენი ვარაუდით ერთ-ერთი ადგილი, სადაც შეიძლებოდა თავის შეფარება და გადარჩენა იყო ხვამლი. და საინტერესოა ეხა გიბრალტარი რო ახსენეთ, გიბრალტარი დაახლოებით ემთხვევა როგორც პლატონი აღწერს ატლანტიდას, დაახლოებით მანდ უნდა იყოს. ხო, დაახლოებით კი. მერე ვალარდია ეგეთი ხო ფრანგი მკვლევარი წყალქვეშა კვლევებს ატარებს და ყირიმთან თურქეთის სანარო პირობებისკენ ჩავიდნენ ეგენი და ნახეს აი მაგ პერიოდის დაახლოებით ცივილიზაციის რაღაცა კვალი. წარღონები თითქმის ყველა კულტურაში, ყველა მითოლოგიაში ემთხვევა რაღაც პერიოდი. კი. და საინტერესოა რომ კიდე აქ ინდურ კოსმოგონიაშიც არის აღწერილი, იმას პრალაია ქვია და ჩვეულებრივად, როდესაც ცივილიზაცია თავის თავს ამოწურავს, ხდება პრალაია, გადარეცვა და იწყება თავიდან ცივილიზაცია. აი აქ რა მხენა ნაპრალია. ძალიან სასწაული გამოცდილება არის, მინდა გითხრათ მეგობრებო და სპელეოლოგია ისწავლოთ. ძალიან მამაცი მგონია თავი და მაგარი შეგრძნება. თავდაჯერებას გაძლევს. და ძლიერების შეგრძნებას რო მაგარი ხარ. ეს მომიდე. ეგარი. ძალიან გასწორა. ძალიან კაი, ხელყინულები ვნახეთ კედლებზე. ვერა. გრალი ხაც ვერ ვიპოვეთ. შეიძლება არა ვარ ღირსი. არა იცით რა, შეიძლება ვიპოვეთ, არ გეუბნებით. არა რო ვიპოვო ხა ხო. არ ვიტყვი. თუმცა არ ვიპოვო, მაგრამ საქმე რა შეიცი რომ საძებნელად არა ვარ წამოსული. აი ამისთვის წამოვედი. კაი დრო რო ვატარო. კარგ დროს ვატარებ. ეს გრალი ბონუსი იყოს. თუ ვიპოვე, ხო კაი, თუ არ ვიპოვე. არა უშავს რა. აქამდე უგრალოდ მიცხოვრია და ეხაც უგრალოდ ვიგრიალებ. წმინდა გრიალი. ქართველების არის წმინდა გრიალი, წმინდა გრალი არის. სხვების ჩვენ წმინდა გრიალი. აი გარის აიდუმლო რა. სანამ იგრიალებს ქართველი არ გადავშენდებით. უნდა ეს გრიალი წმინდა უნდა იყოს, ჩვენ ხანდახან უწმინდურად ვგრიალებთ ხოლმე, აი მანდ გვეშლება რა, აი თუ წმინდად გრიალებ, ვერავინ ვერ მოგვერება რა. წმინდა გრიალი როგორია, ეხლა ალბათ ეგ კითხვა გიჩნდებათ. როცა გრიალებ და თან სუფთა ხარ რა. აი გარი. წმინდა გრიალი. ეს არის ეროვნული გზა საქართველოს გადაარჩენს, აი ეგ, აი ამ წამს ეს შთაგონება მოვიდა ეხლა ამ ყინულოვან მღვიმეში. ნუ საქართველოს გადაარჩენს წმინდა გრიალი. თან ვიგრიალოთ ისე რომ სუფთები ვიყოთ. აი გარი საქმე. ამას მოხერხება უნდა, არ არის იული. მაგრამ ქართველებს სირთულეები არ გვაშინებს. მოდით განვა ეგრე იყო. გავაგრძელებთ ახლა ჩვენ წმინდა გრიალს. სულ კარგად ბრძანდებოდეთ. ხვამლის მნიშვნელობა ქართველების წარმოდგენებში კიდევ უფრო იზრდება და დიდდება შუა საუკუნეებში, ხო? როდესაც სამეფო იყოფა ორად, ის უკვე განსაცავი აქ არსებობს. ჟავთა აღწერილი ამბობს, რომ გაიგონეს და მცირედნი გამოიღეს, ხოლოდ უფროსი იქავე დაუტოვეს. ხვამლი არის მეფეთა განსაცავი, რასაც ივანე ჯავახიშვილიც ადასტურებს ისევ და ონდივანე ჯავახიშვილი ერთი დათქმით, რომ ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ განსაცავმა ხვამლზე დაკარგა აზრი
ეს იქნა გამოტანილი და განაწილებული ყველა სამეფო სამთავროზე. ივან ჯავახიშვილი მაგას ამბობს. მაგრამ ნუ სხვა ვერსიებიც არის, ხო, რომ სტალინმა გაიტანა. ხო, ნუ გაიტანით, არა, იცი როგორ არის, ჩვენ ვეძებეთ რა ეს კვალი და სადღაც ვატიკანისკენ მიდის რა. ხო, სერიოზულად გეუბნები. წავედით ვატიკანში, ხო, ვინ შეგიშოს თორე. გადავიცმევ პაპის ფორმას და ის რა ქვია, ხვამლის არქივები ხვამზე და დოკუმენტაცია ვატიკანის არქივებშია დაცული. აქ ვინმე მერე საიდან მოხდა ვატიკანში? საუკუნის დასაწყისში გაიტანეს აქედან. და რა ტიპის არქივებზე საუბარი, ისტორიული ჩანაწერები არა ხო, მეკრაგნი. ნუ აი ხვამლის ფუნქცია, დანიშნულება, ყველაფერი რა. რა არის ხვამლი? ეს სერიოზული ამბავია. ამ კოსმოვიმაში რა ქვია, გონიურ სისტემაში როგორ ჯდება, რა არის. ხო, მაგრამ ეს დადასტურებით ამას ვერავინ ვერ გეტყვის რა. მაგრამ ეს მხატვრული ლიტერატურის ძალიან საინტერესო ადამიანია და გირჩევთ რომ მიხვიდეთ და ჩაწეროთ ქალბატონი ელენე აბაშიძე, რომელიც ალიოშა ჯაფარიძესთან ერთად ნამყოფია ამ ხვამლის ექსპედიციაში და არის იმ ციხე-ქვაბულში ნამყოფი. ვატიკანში წასვლამდე ქალბატონ ლენასთან შევივლით. ლენასთან გირჩევნიათ პირდაპირ ვატიკანი მოხსენით. ესეთ უცნაურ ამპლუაში შეიძლება მხედავდეთ, თუმცა ისეთ ადგილას მივდივარ და ისეთ ადამიანთან, რომ ყვავილობის გარეშე ვერ მივიდოდი. უნდა ვესტუმროთ ქალბატონ ელენე აბაშიძეს, რომელიც არის თუ არ მეშლება 104 წლის გეოლოგი, მეცნიერი და ის იყო ალიოშა ჯაფარიძის ექსპედიციის მონაწილე ხვამლის მთაზე 80 წლის წინ. როგორ გრძნობთ თავს? როგორც ხედავთ. ლაპარაკი შემიძლია, მეტი არაფერი. საყვარელი. წერა არ შემიძლია, შექმნა ამაში ესე. წერა არ შემიძლია. თქვენი ლაპარაკიც და ვინმე ჩაიწეროს. ვინ დაგიჯდება, იმას ფული უნდა, ეს კი არ არის. მე გაშემოსავალი არა მაქვს იმდენი რომ დავარიგო ფულები. თქვენ იყავით ხვამლის ექსპედიციაში. როგორ არა? რომელ წელს? მე დავიბადე 1922 წლის 18 მარტს. ვარ 103 წლის. სკოლაში ვსწავლობდი, თან პიანოზე ვსწავლობდი, ძალიან კარგად ვსწავლობდი და ფრიადოსანი ვიყავი. სკოლაშიც ფრიადოსანი ვიყავი. მამა გადამისახლეს და არ მქონდა საშუალება და მუშაობდი. სკოლაში გაგიგონია საშუალო სკოლაში არ არსებობს ისტორიულად, რომ ვინმე შემუშავნა და თან ესწავლა ორგანო. მე მუშაობდი კიდეც. მამაჩემი გადამისახლეს და დედაჩემს უთხრეს, რომ შენ ტროცკის ცოლი ხარ და არ გაძლევთ უფლებას სად მიმუშაო. იძულებული იყო სიცარეცხლე ერეცხა და ისევ ეცხა. მე ძმა მყავდა კიდე, მარტო მე კი არ ვიყავი. ორთავეს უნდა ეშინა, ერჩინა დედაჩემს. რა საშუალებით დადიო და კარდა სარეს სურეცხო და ხალხ. ამითი ვიცხოვრე. მე მინდოდა უნივერსიტეტში და წავსულიყავი, სხვაზე რა ნაკლები ვიყავი, ყველაზე უკეთესი ვიყავი სკოლაში და საშუალო სკოლაში. ნუ ესე იგი თუ ვინმე კარგად სწავლობდა, ეს მე ვიყავი. მაშინ იყო ომი გრძელდებოდა. სხვათა შორის ძალიან ეხმარებოდნენ ადამიანები ერთმანეთს. ძალიან. ომის წლები უფრო მე კარგად გამახსენდება, ვიდრე დღევანდელი დღეს რაღაც საშინელება. ომის წლებში გამქონდა თავი მამაჩემის მკვიდრი დეიდაშვილი ვინც იყო, ის ცხოვრობდა უნივერსიტეტთან ახლოს, თბილისში.
და იქ ვიყავი მასთან და ჩემი ცხოვრების ის 7 წელიწადი რომელიც იმასთან ცხოვრობდი ის იყო ჩემი ნამდვილი ბედნიერი ცხოვრება მიუხედავად იმისა რომ ომი მიმდინარეობდა და ხალხს უჭირდა მაგრამ ერთმანეთს ეხმარებოდა ხალხი სულ სხვანაირი დამოკიდებულება იყო მაშინ მასწავლებლები ჯარში იყვნენ წასულები ბიჭები არ ყავდათ საკმაო კადრი და ამიტომ ჩვენ რომ დავამთავრეთ ეს უნივერსიტეტი ის ხალხი გაანაწილეს სოფლებში გამანაწილეს მეც გამანაწილეს ჭიათურის პერევისის საშუალო სკოლაში სასწავლნაწილის გამგეც მუშაობდი მაშინ ერთიანად უნდათ ხოლმე ბავშვების გამოკვება პიონერთა ვანაკებში ხო და თანაც ეშინოდათ რომ ვინც იქ იმუშავებდა მოიპარავდა ბავშვების ლუკმას და ამიტომ უნდა შეერჩიათ პატიოსანი ხალხი და რაიკომის დივანი დამაბალა გინატორშენ და იყო და მე კიდევ სულ მინდოდა რომ გამოვიქცეულიყო დროზე ჩამოსულიყავი თბილისში ვერ ვიცაი იქაურო ძნელი პირობები იყო მაგრამ ძალიან მაგრად შემომიტია მაგიდაზე დაარტყელი უნდა წახვიდე გინატორა იყო და 50 განცხადება მაქვს მასწავლებლებისგან რომ იყო უნდათო იყონო დირექტორები საბავშვო სახლების და შენო მეო გეხვეწები და არ გინდა რომ წახვიდე ნუ ჯანდაბას ვიფიქრე 1-2 თვეს როგორმე გავაძლებ კიდე წავედი და იქ გეგმა მქონდა მუშაობის და გეგმაში მქონდა ჩაწერილი გამოჩენილი ადამიანებთან შეხვედრა პიონერების საღამოს ვადგენდით ხოლმე დღის სამუშაო გეგმას ყარაულ მოვიდა და მისხარ ქალბატონ ელნეო ვიღაცებიო თბილისიდან არიან ჩამოსული ჩვენთან მოადგენო ჩვენს კარებსო ხო და გავედი და ბატონი ლევან გოთვა დავინახე და უნივერსიტეტში რო სწავლობდი თან მუშაობდი პიონერთა სასახლეში ორჯერ იყო დაპატიჟებული ლევან გოთვა და იქიდან ვიცნობდი ეს ლევანს უი ბატონო ლევან რა კარგია რომ მომბრძანდით და მე კიდევ გეგმაში მქონდა გამოჩენილი ადამიანთან შეხვედრა ბავშვების და მე ესიც შემოსული ეს გეგმა აკაც მე ჩვენ გვიცნობენ თურმე თქვა ლევანმა და იყო ალოშა ჯაფარიძე მასთან ერთად იყო ვახტანგ ცინცაძე არქიტექტორი ხო და ბელიაშვილი რო იყო აკაკი ბელიაშვილი ისიც იყო ესე იგი ეს 4 კაცი უნდა ღამე გაეთიათ ჩვენთან და რატომ ჩამოსულები იყვნენ კაცხის სვეტზე ასასვლელად ალოშა ჯაფარიძე იყო სპეციალურად ამისათვის ჩამოსული ის ღამე იქ გაათიეს ჩვენთან მერე წავიდნენ მეორე დღეს ავიდნენ კაცხის სვეტზე აი ასეთ კედელზე ავიდა კაცი რო შევხედე კაცო ვაიმე ვიფიქრე რა ესე იგი ძალიან ძნელი რაღაცა იყო თვითონ პალოებს არჭობდა და პალოებზე დგავდა ფეხებს და ისე ადიოდა ძალიან საინტერესო იყო მთელი სოფელი გამოეფინა და დიდი რაოდენობის ხალხი გარშემო იყო ამ სვეტის გარშემო აი აქედან წებოდა ჩვენი ნაცნობობა ესე იგი რომ მოდიოდნენ თბილისში მეორე დღეს ერთი ღამე გაათიეს მეორე დღეს მოდიოდნენ თბილისში თქვენს რომ აუცილებლად მოდით თბილისში რომ ჩამოხვალთო მოდითო ჩვენთან მეც მივედი თბილისში აი აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა მეგობრობა გინდა თუ არა უნდა წამოხვიდეო ბატონმა ალოშამ მითხრა გინდა თუ არა უნდა წამოხვიდეო რახან ჩამთვალა რომ შემეძლო ჩემში შეხედა შესაძლებლობა მქონდა ფიზიკურად ამიტომ გადავწყვიტე წავსულიყო არ ვიცოდი სად მივდიოდი მაგრამ მაინც გადავწყვიტე ესე იგი რომ შევხედე ამ მთას 2000 მეტრის სიმაღლეზე 100 მეტრიანი ბაწარი ჩამოუშვა ალოშა ზემოდან
რომ ადამიანები ამოსულიყვენ ზემოთ ტერასაზე. თუ შეგიმჩნევიათ, იქ ხო ეს არის გამოქვაბულივითაც არის. და იმ გამოქვაბულში ეგონათ რომ იქნებოდა მილიონები და ძველი ვინ ჯერ ერთი და მე მეორე ამ გამოქვაბულებში წყალი ზემოდან ჩამოდიოდა. იმ წყალმა შეიძლება მართლა იყო რაღაცა და ჩამორეცხა. ეგ წაიღო წყალმა. ერთი სიტყვით შევედით, მარტო ჩვენ კი არ ვიყავით. 17 კაცი იყო ტერასასავით აქ. და იმ 17 კაცი თავსებურით ამ ტერასაზე. გაშლილი ქონდა პალატკები რაღაცები და მაგრამ გასვლა ხო გინდოდა. მე ვარ დამწყები შეეშინდა ბატონი ალიოშა, ქალბატონი ალექსანდრა, ლევან გოთვა, ყველას ეშინოდა ჩემი, იმიტომ რომ მე ვიყავი დამწყები. წარმოდგენა არ მქონდა არაფერი. არა და ვხედავ რომ ბაწარზე რომელზეც ჩამოკიდებული იყო ადამიანი, ხან აქეთ მიარტყავდა, ხან იქით და ხან იქით ხედავდა ხან აქ. ერთი სიტყვით საშიში მდგომარეობა იყო, მაგრამ რომ მოკვდა ვიფიქრე მაინც უნდა გავაკეთო თქვა. არ უნდა დათ რომ ავსულიყავი, მე ვიყავი ესე იგი უცოდინარი ყველაფრის. არ უნდა ყველას არავის არ უნდა ჩემი ასვლა. ავდიქი ავტიზე. ჯადბილად ამედი, მაგრამ ჩამოსვლა იყო ძნელი. რატო იცით იმ ორ კვირის განმავლობაში ვიცხოვრეთ ჩვენ ტერასაზე. 2 კვირის განმავლობაში იყო წვიმაც იყო, ქარიც იყო რაღაცა, ამინდის ცვალებადობა და ეს ჩვენი საფეხურები იმაზე რო იყო ბაწარზე საფეხურები დაგძელდა. მე პატარა ქალი ვარ და ფეხით ვეღარ მოვძებნე ფეხით. ხომ უნდა დავყვრდო მოდი საფეხურს. ერთი სიტყვით ძალიან კრიტიკული მომენტი მქონდა და ძლივს გადავტეხე ეს მომენტი და ჩამოვედი უბნებელი. აღმოაჩინეთ რამე მაშინ მაგეთ. აღმოაჩინეთ, ავიდნენ ზემოთ 50 კვადრატული მეტრიანი, აი ამ ხელა ამაზე მეტი ფართობის იყო ზემოთ ზედაპირი. და იქ იყო როგორც ჩანს საეკლესიო მოღვაწეების ხელმძღვანელობდნენ და ხამეს ათევდნენ და მათ ჭირდებოდათ ალბათ ის ფართობი და ცხოვრობდნენ და რაღაცა. მაშინ ეს საგანძურის ლეგენდები აქტიური იყო და ჰქონდათ ადამიანებს ეგმოლოდინი რომ შეიძლებოდა იქ განძიებოვათ. ხო, ეს იგი ჯეროდათ ისტორიულად ეს ფაქტი არის ნამდვილი ფაქტი, რომ დასავლეთ საქართველოში ინახებოდა განძის საქართველოს განძი. რომ მოიპოვებდნენ რაღაცას, მიქონდა და იქ ნაიახა, მაგრამ ან მოიპარეს, ან და იმ ჩანჩქერი რო ჩამოდიოდა გვერდით, ამ ესე იგი გამოქვაბულის გვერდით, ჩანჩქერი ჩამოდიოდა გამოქვაბულიდან ის მასალა მოქონდა ამ ჩანჩქერს და შეიძლება წყალმა წაიღო ყველაფერი, რაც იყო. ისე რომ არაფერი არ გადაგხვედრია ჩვენ. გარკვეული დროის შემდეგ უშბაზე უნდა ასულიყო. უშბაზე. ეს უშბა ძალიან ვერაგი მწვერვალია და ჩვენ ყველას გვეშინოდა, მაგრამ რახან უნდა გაეკეთებია. მე უშბაზე ავალ და მე დავანებებ თავს ექსპედიციების სიარულსო. თქვა ასე. ახში უშბა იყო მისი საბოლოო ნაცაყდელი. თქვენთვის როგორი იყო ეგ? ძალიან ცუდი. შეცვალა ჩემი ცხოვრება მთლიანად. გაუძელი. ახლა წაიგითხავ თქვენ ამას და მიხვდებით რა ცხოვრება გავიარე. მაგრამ ვაჯობე ცხოვრებას. ეხლა უცდი სიკვდილს. არ მინდა ისე რომ მოვკვდე რომ არ მეკადრებოდეს. არ მინდა.
ვეცდები თვითონ მაგრამ თორემ გამოვიდა იას ველოდები სიგრძეს როგორი არის ეგ შეგრძნება არავითარი დაწყნარებულად გრძნობ რომ უნდა გაგეთდეს მეც მიკვირს ადრე მეშინოდა 60 წლის რო ვიყავი მეშინოდა ახლა აღარ მეშინია რა არის ეს ღმერთის წყალობაა თუ რა არის წარმოდგენა არ მაქვს არ მეშინია მე მოათავე ჩემი არსებობა მე თვითონ კმაყოფილი ვარ ჩემი თავი მე არ დამიკარგავს ყოველდღე დრო გავაკეთე ის რაც მინდოდა არაფერი არ მომიტოვებია უკან და ახლაც ვარ მუშაობის ხასიათზე თუ შევძელი როგორ ფიქრობთ რა იყო თქვენი დღეგრძელობის საიდუმლო ერთადერთი რა იყო თუ ადამიანს ნებისყოფა არ აქვს მისი ცხოვრება ნულია ნებისყოფა ბავშვმა უნდა იცოდეს ბავშვს უნდა გამოუმუშავდეს ნებისყოფა მოთმინება გამძლეობა ნებისყოფა ადამიანი უნდა იყოს კეთილსინისიერი მეორე უნდა იყოს ძალიან დიდი მოთმინე ნებისყოფიანი ნებისყოფა თუ არ ექნა ადამიანი ის ადამიანი არ არის ის ჩუჩელა არის ნებისყოფა ესე უნდა განსხვავდებოდე რაღაცეთ შენი შესაძლებლობის მეტი უნდა გააკეთო რაც შეგიძლია იმაზე მეტი უნდა გააკეთო ისე ბევრი უნებისყოფო ადამიანი გინახავთ ნიჭიერი მაგრამ ნებისყოფის გამო რომ ვერ შედგა მისი უამრავი ასეთი უამრავი რომელი ერთი გითხრა უამრავი ახალგაზრდებს მე მარტო ამას თქო რომ იყო დაუდიაგარნი არ უნდა შეეშინდეს შემცდომების და საზდა რაღაც ცუდი მდგომარეობის ხანდახან ისეთნაირ პირობებში უხდება ადამიანის ცხოვრებას სიცოცხლე მე მქონია ასეთი შემთხვევები აი ნებისყოფა ამას გქვია რომ არაფერს არ შეუშინდი არაფერს ერთადერთი ესაა უღრმესი მადლობა ძალიან დიდი მადლობა და რა ვიცი გამithვა გული თქვენთან საუბარში და ძალიან საყვარელი ხართ მინდა გითხრათ თქვენ და ალიოშა როგორც ვიცი დანიშნულები იყავით ხო შეყვარებულები და ჩამოსულიყო ექსპედიციიდან და რემონტი უნდა გაეკეთებია სახლისთვის და იქნებოდა ქორწილი წლების მანძილზე გრძელდებოდა ჩვენი ცდილობები ამოგვეხსნა ხვალზე და სულ ხელი გვეშლებოდა სულ ხან რაღაც უცბად მოწმენდით საზეთ ქეში წამოვიდოდა ხან აგვისტოში ივლისში თოვდა ან ასაშინელება ხან მანქანა გაგვიფუჭდებოდა ხან აგვიყირავდებოდა ხან სწორგზაზე ჩაგვიქრებოდა და ვეღარ მოდიოდით რაღაცა სულ გვიშლიდა რაღაცა ძალა რაღაცა მომენტამდე არ გვიშვებდა მერე გაგვეხსნა დრო უნდა ყველაფერს მოთმინება ალბათ რაც ერთ-ერთი მთავარი თვისება შეიძლება მე ესე ვფიქრობ ხოლმე რა აი ჩემი თაობა არ არის მზად ამისთვის და თქვენი თაობის გასაკეთებელია ეს ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ არის რაღაცა მომენტები რაზეც ფიქრი ღირს მოკლედ ეს ცეცხლი რაც პრომეთემ ჩამოიტანა უნდა გადავცეთ თაობიდან თაობას და ვიღაცას მაინც აუცილებლად ხო ეს უნდა იყოს ესეთი მუდმივი ესტაფეტა კი სულ უნდა გადავცეთ ერთმანეთს რა ჩაუპრობელი ცეცხლი რომ ბოლოს აგიზგიზდეს და გაანათოს რა ყველაფერი რა ნეტავ რა არის ის რაც გადმოგცა პრომეთემ ცეცხლი ცოდნა რისი ცოდნა რა არის ეგეთი რის გამოც ასე მკაცრად სჭიან მას ნეტავ მოგცემდა თუ არა პრომეთი ამ ცეცხლს რომ სცოდნოდა რომ შემდეგ ერთმანეთს გადავწოდით გავანადგურებდით გვექნებოდა ამდენი ზიზღის შური ღვარძლი იქნება ახლაც ეგ არის რაც ამ ცოდნისგან გვაშორებს
იქნებ ეს საგანძურიც არა რომელიმე მთების მღვიმეებში, არამედ ჩვენი ტვინის სხეულებშია დამარხული. და ის დრაკონიც, რომელიც ჰერაკლემ უნდა დაამარცხოს, საკუთარი ცრუ ეგოა, რომელსაც უბრალოდ სხვებზე დომინირებას წყურია და მეტი არაფერი. ან იქნებ ეს ლამაზი ბუნება, სიცოცხლე, მზე, სუნთქვა, ბალახები, მთები. სწორედ ესაა საგანძური და უბრალოდ ვერ ხედავთ, რადგან დახშული გვაქვს გონების თვალი. და ალბათ სანამ ამის დაფასებას არ ვისწავლით, მანამდე სულ იქნება საფრთხე, რომ ნებისმიერი ცოდნა არა სიცოცხლის შექმნისთვის, არამედ მის გასანადგურებლად გამოვიყენოთ. ფუჭია ყველაფრის ძიება, სანამ საბაზისო სულიერ მდგომარეობას არ გავაცნობიერებთ. რადგან რამ ხელაზეც გახსნი გულს, სწორედ იმ ხელაზე გაგეხსნება საიდუმლოც.